გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად უშინ გამოვლინდა აჭარაში სულ 127 ახალი შემთხვევა. აქედან ერთეული შემთხვევები არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტებთან. შემთხვევათა მაქსიმალური პროცენტი დაკავშირებული გახლავთ და გამოვლენილი არის წინა დღეებში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, რომელთაც მიზნობრივად ჩაუტარდათ PCR კვლევა. დღეისათვის აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 550-მდე პაციენტი. აგრეთვე COVID კარანტინებში ეგრეთ წოდებულში განთავსებული არის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 578 პირი. უშინ COVID კარანტინი დატოვა 14 პირმა, სულ ბოლო დღეებში გაწერილი არის COVID კარანტინებიდან 122 პაციენტი და დღეისათვის უკვე COVID კარანტინებიდან გაწერის მოლოდინში არის და მზადდება 100-ზე მეტი პირი. სიტუაციის მიხედვით ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად. მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად მზადდება და არის უზრუნველყოფილი როგორც COVID ცენტრებით, ანუ კლინიკების საწოლფონდი იზრდება, ამასთანავე ემატება საჭიროებისამებრ COVID კარანტინები, სადაც ხორციელდება მეთვალყურეობა. რამდენი ამ დროისთვის საწოლის ფონდი, რაც არის ათვისებული და რამდენი შეიძლება დაემატოს? დღეს რამ მოცემულობა გვაქვს? 50-ზე მეტი პაციენტი განთავსებული აჭარის 8 COVID კლინიკაში. დამატებული არის და 570-ზე მეტი გახლავთ COVID კარანტინში. საჭიროების მიხედვით მზადყოფნაშია სხვა საწოლფონდი. რამდენი იქნება ეგ არის ცნობილი რაოდენობა ზუსტად? ვერ გეტყვით. კოორდინირებულად ხდება რა თქმა უნდა საჭიროების კლინიკაში და 578 დაახლოებით გახლავთ COVID კარანტინში. მეტი ჯამში გაეწერა COVID კარანტინიდან და როგორც უკვე გითხარით 14 გაეწერა და 100-ზე მეტი კადრები, ნიკა, კადრები. ინფექციაში ჩამოდიან ბათუმში, სად გადანაწილდებიან, როგორც იცით ეს უკვე იასწავლებს. სად იქნებიან, სად იმუშავებენ, რა არის დაგეგმილი. ვერ გეტყვით. და დღეს შემთხვევები უფრო კლასტერებად რო ჩამოვთვალოთ. როგორც უკვე გითხარით, ეს არის აი უკვე წინა დღეებში გამოვლენილი აი ეს რამდენიმე მინი და ესეთი რო ვთქვათ კლასტერებთან დაკავშირებული დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, რომლებიც რა თქმა უნდა იყვნენ აღრიცხულები და მიზნობრივად გაიტესტენ და თავისთავად მოსალოდნელიც იყო აი ამ პირებში, გამოკვლეულ პირებში შემთხვევის გამოვლენაც. ასევე რომ ვთქვათ ეპიდემიოლოგიური პროგნოზი მომდევნო დღეებში ჩვენ აი ამ შემთხვევების უკან ესე რომ ვთქვათ შემდგომი კვლევით, ანუ გაგრძელებით, ველოდებით აი ამ სტაბილურ რიცხვებს, ყოველდღიურად დაახლოებით ანუ 117-ია დღეს, ხო? დიახ, დღეისათვის 117 არის ყველაზე მაგალი. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ვიცით, 21-მდე ორსული გახლავთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, ასევე ბავშვების მდგომარეობაც არ არის არც. გვეყოფა ნიკა. სამედიცინო პერსონალი რამდენია ჯამში ამ დროისთვის, ვინც არის დაავადებული COVID-ით? ვერ გეტყვით, ერთეული შემთხვევების სამედიცინო პერსონალის მაშინაც დაემატა, ეს უკავშირდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას და რა თქმა უნდა პროტოკოლის მიხედვით ხდება დაწესებულებაში მართვა ეპიდემიოლოგიურად კონტაქტებში. არის უცხოანი დღევანდელი რამდენი? მე მითხეს დაგეგმილად იქნება. ეხლა მიმდინარეობს მონაცემების ზუსტი დამუშავება, რადგან ვიცით, რომ ეს ლაბორატორიები მუშაობს 24 საათის განმავლობაში და ეს მონაცემები ეხლა იშლება. და ქუთაისში გარდაცვლილიც არის ბათუმის თავშესაფრიდან ამაზე ამაზე ინფორმაცია უნდა დავასრულო. ეს იყო ნონა ოფაძე, საზოგადოებრივი ჯანაცვლის ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან ისაუბრა დღეს დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებზე. ის ამბობს, რომ მდგომარეობა არის სტაბილური ამ მაღალი მონაცემების მიუხედავად. დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი ბათუმში, ის 67 წლის მამაკაცია. დაახლოებით 2 დღის წინ შეიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში და დღეს დილით გარდაიცვალა კორონავირუსით. ჯამში კორონავირუსით ქვეყანაში უკვე გარდაცვლილი არის 21 ადამიანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დარჩეთ ჩვენს არხზე, რომ მიიღოთ სანდო და განახლებული ინფორმაცია. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯავბანანიძე ვარ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.